გამარჯობა. შენ თუ ამ არხზე მოხდი, ესე იგი მზად ხარ უკვე შეცვალო შენი ცნობიერი. რას ვაკეთებ მე? მე ვწერ აფირმაციებს, საბლიმინალებს და ხანდახან სხვადასხვა პოდკასტებს გამოღვიძებაზე და გაცნობიერებაზე, ახალ ერაზე. პატარა რჩევა მინდა მოგცე. ანუ თვითონ YouTube-ის არხებს აქვთ ესე დასაკრავი სიები. სადაც დაყოფილი მაქვს მე აფირმაციები ცალკე მაქვს, საბლიმინალები ცალკე მაქვს, მედიტაციები და პრაქტიკები ცალკე მაქვს. ანუ რატომ არის ეგ მოსახერხებელი? შედიხარ დასაკრავ სიებში, ჩართავ ერთ აფირმაციას მაგალითად და მერე მიყვება დანარჩენი, ანუ ძებნა არ გიწევს, თვითონ გადადის შემდეგ ვიდეოებზე. რატომ არის ეს მოსახერხებელი? და როგორ ჯობია რომ გავაკეთოთ? ანუ ჯერ როცა გინდა რომ ახალი რამე ჩაიტვირთოს შენს გონებაში, ახალი კოდები, პოზიტიური. ჯერ ჯობია მედიტაცია გავაკეთოთ, წმენდის მედიტაცია, რომ გავანთავისუფლოთ სხეული რაღაცა დესტრუქციისგან და ნეგატივისგან და შემდეგ ჩავრთოთ აფირმაციები. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეგ გააკეთოთ, ანუ ჩართოთ მუშაობის დროს, სიარულის დროს, ზეირნობის დროს, სახლის დალაგების დროს, ვარჯიშის დროს და ანუ თვითონ ყურადღებითაც რომ არ უსმინოთ, მაინც იტვირთება გონებაში ის ახალი კოდები. ვიდეოს ბოლოს დავურთავ, ვინც არ იცის, ანუ როგორ მოძებნოს არხზე ის დასაკრავი სიები. აი აქ შესული ვარ ჩემს გვერდზე. საწყისი ვიდეოები, მოკლე ვიდეოები და აი დასაკრავი სიები. აქ მაქვს აგერ პრაქტიკები, ეს აფირმაციები და ეს საბლიმინალები. ანუ პრაქტიკები შეგიძლიათ ნებისმიერი ამოერჩიოთ, არის აქ წმენდის პრაქტიკები და მერე აფირმაციები. რო ჩართავთ აი მაგალითად ამ პირველ აფირმაციას, ეს რო დასრულდება, ავტომატურად გადადის შემდეგზე. აი, გავაკეთოთ აფირმაცია წარმატებული კვირის. ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჯერ ერთი ძალიან მომწონს ამის კეთება, ანუ ადამიანების დახმარება. ამითი იცვლება არა მარტო ჩემი და არა მარტო თქვენი, არამედ კოლექტიური ცნობიერი იცვლება ზოგადად, ანუ სამყარო ხდება უკეთესი. როცა ერთი ადამიანი იცვლება, მის ირგვლივ ბევრი იცვლება და არის ჯაჭვური რეაქცია, ამიტომ თელ სამყაროზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ან შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ერთ-ერთი, არის საკმაოდ გრძელი აფირმაციებიც, 10 წუთიანი, 15 წუთიანი. ანუ შენი თავის დახმარებით სხვებსაც ეხმარები და შეგიძლია მიიღო ამაში მონაწილეობა სამყაროს გაუჯობესებაში, ესე ვთქვათ, რომ უფრო მეტი დადებითი და პოზიტიური ენერგიები ტრიალებდეს სამყაროში. მიყვარხართ ყველა. ხო, კიდევ ერთი. ყველა საბლიმინალის პირველ კომენტარში, ანუ ვიდეოს პირველ კომენტარში დევს ის ქვეტექსტი, რაც საბლიმინალში მაქვს დართული, ისიც შეგიძლიათ წაიკითხოთ და აღწერებში, ანუ აღწერებშიც არის მითითებული თუ რას ნიშნავს საბლიმინალი. აი გაჩვენებთ, აი მაგალითად ეს საბლიმინალი. და აგერ პირველ კომენტარში არის აფირმაციები. ანუ აღწერაში მე მომწონს თუ ვინ ვარ მე და მე მომწონს თუ ვინ ხდები მე. აქ და ანუ საბლიმინალებსაც აქვთ აღწერა. რა არის საბლიმინალი? ყველაფერი არის მოცემული კომფორტულად.